ძალიან ისეთი საკითხი არის, რომელსაც ბევრი საუბარი შეგვიძლია, თუმცა მარტივად რომ ვთქვათ, ერთი რამდენიმე თვის წინ გამკაცრდა ამ მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციები და შეიცვალა ის, რომ იგივე ქუჩის ნარკოტესტირების პროცესში მოქალაქის მხრიდან ამ პროცესში უარის თქმა პროცესში მონაწილეობაზე ითვლება უკვე ცალკე სამართალარულად, ხო? აქამდე ადამიანები, საქართველოს მოქალაქეები სარგებლობდნენ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ არ გაეცათ რაიმე მტკიცებულება, ჩვენება და სწორედ აი ამ კონსტიტუციური გარანტიის ფარგლებში ხდებოდა უარის თქმა ტესტირებაში მონაწილეობაზე. რამდენიმე თვის წინ შემდეგ საკონსტიტუციო სამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ეს მექანიზმი გარანტია გაუქმდა და უკვე საკანონმდებლო ცვლილებებიც არ დაახანეს და რამდენიმე დღის წინ უკვე კონკრეტულად მინისტრის ბრძანება გაიწერა, რომლითაც ეს პროცედურები დაზუსტდა, როდის რა ვითარებაში როგორ შეიძლება ნარკოტესტირებაში მონაწილეობა. რეალურად ამ მიმართულებით კანონმდებლობა საკმაოდ პრობლემური და ფართო არის, იმიტომ რომ ფაქტიურად შეუზღუდავი უფლებამოსილება აქვს პოლიციას, იმდენად ზოგადი საფუძვლები არის ადამიანის გადასაყვანად კანონმდებლობის დონეზე განსაზღვრული, რომ მათი რეალურობის ამ საფუძვლების და დასაბუთებულობის შეფასება შემოწმება ფაქტიურად შეუძლებელი არის. და სწორედ ამას ვხედავ დღეს ჩვენ თბილისში თუ სხვა ქალაქებში, როდესაც მასობრივად ხდება მოქალაქეების გადაყვანა ან მათთვის მოთხოვნა, რომ გაიარონ იძულებით ნარკოლოგიური ტესტირება. ერთი რაც ამ ბრძანებით დაზუსტდა და საკანონმდებლო ცვლილებებით არის ის, რომ მოქალაქეს შეუძლია უარი განაცხადოს პოლიციის წაყოლაზე და შემდეგ აი ამ აქტის ამის საფუძველზე შედგება შესაბამისი აქტი პოლიციის მხრიდან და მისი შედგენიდან 4 საათის ვადაში უკვე მოქალაქეს ნებაყოფლობით შეუძლია შინაგანების სამინისტროს შესაბამის ნარკოლოგიურ დაწესებულებებში ნებაყოფლობით გაიაროს ტესტირება, ჩააბაროს ბიოლოგიური მასალა და დადგინდეს ის მის ორგანიზმში არის თუ არა ნივთიერების ამა თუ იმ აკრძალული ნივთიერების კვალი. დიახ, ჩვენ ვახსენეთ, რომ ნარკორეიდები გახშირებული არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის მოვისმინეთ მართველი პარტიის პოზიციაც და ოფიციალური განცხადებებიც, თუმცა საპირისპირო აზრზე არიან ცხადია პროტესტში ჩართული მოქალაქეები და მათ შორის უფლებადამცველი ორგანიზაციები. თქვენ როგორც იურისტი, რას უკავშირებთ ეს რომ აუხსნათ ჩვენს მაყურებელს სამართალდამცავი ორგანოების აი ასეთ გააქტიურებას? ხო, თავისთავად სულ რომ არაფერს უკავშირდებოდეს, თავისთავადი პრობლემა არის ამგვარი ფორმით მასობრივად მოქალაქეების გადაყვანა. ჩვენ ამაზე წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, ეს კიდევ უფრო მეტად იწვევს პრობლემის გამძაფრებას, ნარკოტიკის მოხმარებლების მარგინალიზებას და ასევე რასთავარი აძლიერებს პოლიციის მხრიდან თვითნებობის მოქალაქეების უფლებების უკანონოდ შეზღუდვის საფრთხეებს. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ეს პრობლემა არსებული პრაქტიკის, რასაც ჩვენ ამ დღეებში ვხედავთ, იმიტომ რომ ნათელი არის, რომ აი ამ მექანიზმის გამოყენება ხდება მათ შორის იმ ადამიანების მიმართ, ვინც აქტიურად არიან ჩართულები პროტესტებში, ხელისუფლების კრიტიკაში, აქტიურად აფიქსირებენ კრიტიკულ აზრს ხელისუფლების მიმართ და ვხედავთ, რომ ამ ადამიანების გადაყვანა აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ხდება და მერე შედეგები იგივე ნარკოლოგიური ტესტირებების იმასაც აჩვენებს, რომ ეს იყო მათი მოთხოვნა პოლიციელების იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო. ერთადერთი მიზანი ამას უბრალოდ ის აქვს, რაზეც პრინციპში ეს პირველი მცდელობა არ არის, ხო, ერთგვარ ჩარჩოებში მოექცეს არსებული პროტესტი, რომ თითქოს ის ადამიანები, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი ხელისუფლების მიმართ, ვთქვათ, არიან ან ვთქვათ, რაიმე არაჯანსაღი ცხოვრების მიმდევრები ან რომელიმე აკრძალული ნივთიერების მომხმარებლები და ასე შემდეგ. ამ გზით ცდილობენ ამ პროტესტის მიმართ საზოგადოებაში არასწორი წარმოდგენების შექმნას, ხო? დიახ, და აი საპოლიციო დიახ, დაასრულეთ უკაცრავად. ხო, მეორე ამბავი თავისთავად უნდა მეთქვა ის, რომ ის, რასაც ჩვენ ვისმენთ ბოლო პერიოდში ამ სადამსჯელო პოპულიზმს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, ეს ცალკე აღნიშვნას იმსახურებს, ცალკე სერიოზული პრობლემა არის, იმიტომ რომ ამით სამწუხაროდ პრობლემა, რომელიც არსებობს ობიექტურად ქვეყანაში, ნარკოტიკების მოხმარებას ფენომენს გულისხმობ და ამასთან დაკავშირებულ რისკებს თუ ზიანს, სამწუხაროდ აი ამგვარი სადამსჯელო პოპულისტური გზებით არავითარ შემთხვევაში არ ექნება შედეგი და პირიქით ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება, კიდევ უფრო უხილავი, მაგრამ კიდევ მძიმე ფორმების მქონე გახდება ეს პრობლემა და ამას სამწუხაროდ არ იაზრებს ან ვერ იაზრებს არსებული პოლიტიკური კლასი. დიახ, აი გამკაცრებულ ნარკოპოლიტიკაზე მინდა სწორედ რომ ვისაუბროთ უფრო დეტალურად. ქართული ოცნება პრინციპში არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დადაპირობა, რომ წინა ხელისუფლების მიერ შემოღებული ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპი შეიცვლებოდა მეტად ჰუმანური მიდგომებით და ეს შეეხებოდა მათ შორის ნარკოპოლიტიკასაც, თუმცა ვხედავთ, რომ სასჯელები პირიქით მკაცრდება, ხო? მაყურებელს რომ
გავუხსნათ, რა იცვლება კონკრეტულად, რატომ და საითკენ, უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ, თქვენი მონაყოლიდან გამომდინარე, ჩანს რომ თქვენ როგორც იურისტი ამ პროცესს მაინც და მაინც პოზიტიურად არ აფასებთ და გითხარით თუ შეიძლება რა იცვლება კონკრეტულად კანონმდებლობაში. კეთილი. ხო, რამდენიმე საკითხი იცვლება, იზრდება ცალკეულ დანაშაულებზე სასჯელები. მაშინ როცა არსებული სადამსჯელო მარეგულირებელი ჩარჩო ისედაც ძალიან მკაცრი არის და მისი უბრალოდ აღსრულება ხდება და ანუ არავით არის არსებითი ახალი პრობლემა აქ ახალი საკითხი არსებითად არ შემოდის, უბრალოდ ერთადერთი რაც არსებითი იცვლებას ექონებოდა, ეს არის მარიხუანასთან არსებული მარიხუანის სამართლებრივი რეგულირება, რომელზეც რამდენიმე წლის წინ საკონსტიტუციო სამართლოს ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მისი მოხმარება და 70 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით ფლობა არ უნდა ისჯებოდეს საპატიმრო სასჯელით, თუმცა ფლობა ამ ნივთიერების კვლავაც იყო სისხლის სამართლთან ადმინისტრაციულ წესით დასჯადი ოდენობიდან გამომდინარე და ერთადერთი ეს იცვლება, ხო? იცვლება ის, რომ საპატიმრო სასჯელის გამოყენება უშუალოდ მარიხუანასთან დაკავშირებით ისევ იქნება შესაძლებელი მარიხუანას ფლობასთან დაკავშირებით, ხო? ეს არ არის იმდენად არსებითი ხასიათის ცვლილება წმინდა სამართალდაცვითი პერსპექტივიდან, იმიტომ რომ პოლიციას ისედაც შეეძლო სისხლის სამართლებრივი ზომების გამოყენება, ჯარიმები, პირობითი მსჯავრი ან ვთქვათ, საზოგადოების სასარგებლო შრომა, უბრალოდ ამას სჭირდებოდა აღსრულება, ხო? რატომაც შემოდის ეს საპატიმრო სასჯელი არის კიდევ ერთხელ ეს სადამსჯელო პოპულიზმი, მოსახლეობისთვის იმის ჩვენება, რომ თითქოს ხელისუფლება რაღაცას აკეთებს და აი ამ გამკაცრებული რიტორიკით თითქოს პრობლემას ეშველება. რეალურად ისევ ჩვენ შორს რომ არ წავიდეთ და თქვენ სახსენეთ, ანუ ეს 2012 წლამდე ჩვენ სწორედ ამგვარი სამაგალითო დასჯის პოლიტიკა გვქონდა ქვეყანაში, რომლის უბრალოდ მარტივი სტატისტიკური მონაცემებით აჩვენებს, რომ არ მუშაობდა. ის სტატისტიკა ამ პერიოდში გაიზარდა როგორც მომხმარებლების რაოდენობა ქვეყანაში, ისე გაიზარდა პრობლემური მომხმარებლების რაოდენობა და მათ შორის ნარკოტიკის ფენომენით, ნარკოტიკის მოხმარებით გამოწვეული ზიანის მასშტაბები, ხო, უფრო მეტად დამძიმდა. რაც წლების განმავლობაში რასაც ითხოვენ დარგის ექსპერტები, სამედიცინო ნარკოლოგიის სფეროს წარმომადგენლები, ეს არის პირიქით აქცენტის გაკეთება პრევენციაზე, მკურნალობაზე, რეაბილიტაციაზე და ამ ბოლო წლებში სწორედ ამაზე უნდა ყოფილიყო მეტი აქცენტი, ამით მოხდებოდა იგივე ძალიან დიდი მავნე ზიანის შემცირება, ან თავიდან არიდება, რასაც შეიძლება ნარკოტიკის მოხმარება უკავშირდებოდეს, ხო? ნაცვლად ამისა და ამას უბრალოდ პრობლემა ის არის, რომ ამგვარ მექანიზმებს ფიქსიერი შედეგი არ აქვს, ხო? ამგვარი პრევენციაზე გათვლილი სისტემური რეფორმები შედეგი შეიძლება მოიტანოს ამ მიდგომამ წლების შემდეგ, ხო? და ეს პოპულისტურად, ელექტორალურად შეიძლება იმდენად მომგებიანი არ იყოს. ამიტომაც ყოველთვის უჭირთ ხოლმე პოლიტიკურ ძალებს მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება და ახლა სწორედ ამასთან გვაქვს საქმე. ნათელი არის, რომ იგივე გამოკითხვებში, საზოგადოებრივი აზრის კვლევებში და მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩევლობის კვლევებშიც ნარკოპოლიტიკის პრობლემა ამოვიდა როგორც ერთ-ერთი მწვავე სოციალური საკითხი, მაგრამ იმის გამო, რომ ამ მწვავე სოციალური საკითხზე გრძელვადიანი ხედვა წლების განმავლობაში არ შემუშავდა, ჩვენ ახლა გვესმის სწორედ ეს სადამსჯელო პოპულიზმი, რომლის მიზანიც უბრალოდ ის არის, რომ მოსახლეობამ თითქოს გაჩნდეს ილუზია მოსახლეობაში, რომ თითქოს ხელისუფლება ეფექტიანად ებრძვის აი ამ პრობლემას. და ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს ასევე საპროცესო კოდექსში შესული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სრულად საიდუმლოვდება საკვანძო მოწმეების ვინაობა. ხო, აი ცნობილია, რომ მისი ვინაობა არცად არ იქნება მითითებული, შეუძლებელი გახდება მისი ამოცნობა და მათ შორის სასამართლო დარბაზში დაკითხვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება გურო და რა პოტენციურ შედეგებს მოიტანს აი ცვლილებების პრაქტიკაში ამოქმედება? დიდი მადლობა ეს საკითხი რომ ახსენეთ. ეს საკითხი უკავშირდება როგორც ნარკოტიკულ დანაშაულს, ასევე ნებისმიერ სხვა ტიპის სისამართლებრივ საქმეს, რომელშიც ჩართული იყო, ვთქვათ, პოლიციელი ან პოლიციას თანამშრომელი პირი და ასრულებდა ის ოპერატიულ ფუნქციას, ასრულებდა ის ფარულ საგამოძიებო ღონისძიებას ან ფარულ საგამოძიებო სხვა ტიპის ფარული თვალთვალის ღონისძიებას, ხო? რეალურად ეს და ამ პირების აბსოლუტური, ვთქვათ, ვინაობა იქნება აბსოლუტურად დაცული. მთელი პროცესი ისე წარიმართება, რომ დაცვის მხარეს, ანუ ბრალდებულს არ ექნება შესაძლებლობა დაკითხოს ღიად ასეთი პირი, გადაამოწმოს მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის წარმომავლობა, სანდოობა, კანონიერება და ასე შემდეგ, ხო?
ესეთი მექანიზმი ცხადია პრობლემური არის განსაკუთრებით ნარკოტიკულ დანაშაულში, სადაც შეიძლება იგივე ჩადების საქმე იყოს, ჩადების პრობლემა იყოს და პოლიცია პირიქით ასაბუთებდეს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა ჩხრეკა და ამის საფუძველზე ამოიღეს ეს ნივთიერება, მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, ხომ? იგივე ფარული მოსმენების, მიყურადების, იარაღის უკანონო ფლობა ტარებაზე ამ მსგავსი ტიპის დანაშაულებზე, როგორც წესი ასეთი მოწმეები, ასეთი მტკიცებულები არსებობს და ფაქტიურად ყველა ამ ასეთი ტიპის დანაშაულში ბრალდებულ პირს აღარ ექნება თავარი ფიგურანტების ეფექტიანად დაკითხვის შესაძლებლობა და მათ მიერ საქმეში მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის ეფექტიანი შემოწმების შესაძლებლობა. ამიტომაც ესეც ცხადია ასუსტებს არსებითად მოქალაქეების უფლებას, რომ ეფექტიანად დაიცვან საკუთარი უფლებები უდანაშაულობა სასამართლოს წინაშე და ასევე გარკვეულწილად ზრდის პოლიციის თვითნებობის რისკებს, იმიტომ რომ ამგვარი ცვლილებებით პოლიციას ფაქტიურად სამართლომსავალს ფაქტიურად ექმნებათ გარანტიები, განსაკუთრებით ეს ოპერატიულ თანამშრომლებს შეეხებათ, რომ ნებისმიერ ტიპის უკანონობის შემთხვევაში, უკანონობის ჩადენის შემთხვევაში ამის თაობაზე ვერავინ ვერ გაიგებს.